ნარკოდანაშაულის აღსაკვეთად მასშტაბური სპეცოპერაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთმანეთის პარალელურად ჩატარდა. დაკავებულია 47 ადამიანი და ამოღებულია 11 სხვადასხვა სახეობის განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება. სპეცოპერაციის მთავარი ეპიცენტრი ისევ ფონიჭალის დასახლება იყო, სადაც სპეცდანიშნულების რაზმი ერთდროულად რამდენიმე სახლში შევიდა. დაკავებულია რამდენიმე სავარაუდო ნარკორეალიზატორი, მათ შორის ერთი ქალია. გამოძიების ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს ჩემი დასუქეშ ყოფილი. ბოლო 24 საათში დაკავებული 47 ადამიანიდან უმრავლესობას ნარკოტიკის რეალიზაციას ედავებიან. საქმეში ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად დევს საკონტროლო შესყიდვის ამსახველი კადრებიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული მასალიდან ირკვევა, რომ დაკავებულებიდან ერთ-ერთი ნარკოტიკს კუსტარულად ამზადებდა და ყიდდა. ნარკოდანაშაულის ბრალდებით ყარაჯალაში დაკავებული ოლკარ ალიევის სახლიდან კი ნარკოტიკთან ერთად დაურეგისტრირებელი იარაღიც ამოიღეს. მხოლოდ ძველი იარაღი ამოიღეს, რომელიც გაფორმებული არ იყო. არ ვეთანხმები ბრალდებას, ნარკოტიკებთან შეხება ჩემს მეუღლეს არ აქვს. კახეთი, ქვემო ქართლი, აჭარა და თბილისი 4 სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულთა შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც, რომლებიც ნარკოტიკს ეგრეთ წოდებული დადების მეთოდით ასაღებდნენ. ჩვენს მიერ გაცხადებული პოლიტიკა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით კაფიო და უცვლელია. კანონის სრული სიმკაცრით დაიჯება ყველა ის პირი, ვინც საფრთხის ქვეშ დააყენებს ჩვენი მოქალაქეების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულები ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელიან. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 47-ვეს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.